საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. მხარეებმა მინისტერიალზე მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და ის პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე გადავა. მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. გაიმართა მწვანე ენერგეტიკული ტარიფის მეათე საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციები. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდებას ევროკავშირში. ჩვენ უკვე შევქმნით ერთობლივი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის გადამცემი ოპერატორების მიერ. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტს დაემატოს ბულგარეთი და ეს არის მნიშვნელოვანი გაძლიერება პროექტისთვის. მწვანე ენერგიის კორიდორის მინისტერიალის შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც არის ერთ-ერთი განმახორციელებელი კომპანია, რომელიც ასევე არის ჩართული ერთობლივი საწარმოს მუშაობაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ მინისტერიალზე. ერთ-ერთი იყო მათ შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის პროექტის განხორციელება ძალოვან კაბელის პროექტთან ერთად და კომპანიებმა, მათ შორის მინისტრებმა იმსჯელეს აღნიშნულად დაკავშირებით და ის იქნება სამომავლოდ პროექტის ნაწილი, მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტის ნაწილი. ასევე გავიარეთ ერთობლივი საწარმოს გეკოს მუშაობის ის ეტაპები, რაც მან გაიარა დაარსების დღიდან და სამომავლო გეგმები და მიზნები, რაც კომპანიის წინაშე არსებობს იმისთვის, რომ განახორციელოს სრულფასოვნად მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტი.